ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში კი ძალიან საინტერესო გამოფენა გაიმართა. საპატრიარქოს მეფე თამარის სკოლა-პანსიონთა მოწაფეთა ნამუშევრები გამოიფინა. აქ ფერწერა, ხარწერა, ტიხრული მინანქარი, ტანსაცმლის მოდელირება, ხის მხატვრული დამუშავება, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნიმუშები მუსულმანი და ქრისტიანი ქართველი ბავშვების მიერ არის შექმნილი. ამ ბავშვებმა სკოლა-პანსიონში მაღალმთიანი აჭარიდან, ჰერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოიყარეს თავი. სკოლა-პანსიონი 2009 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაარსდა. ძალიან საინტერესო გამოფენა, ძალიან საინტერესო სკოლა, თავის მოწაფეებიან, პედაგოგებიანად, ძალიან ბევრს მუშაობენ და ძალიან მაღალ მხატვრულ ნიმუშებს ამზადებენ, როგორც ხის მხატვრულ დამუშავებაში, ასევე ტიხრულ მინანქარში, ქსოვა-ქარგულობაში, თეთრის წარმოებაში, მოდელირება გაიხსნა და აქ ძალიან საინტერესო ნიმუშები აქვს წარმოდგენილი. ეს იდეა იყოს ჩვენი უწმინდესის უნეტარესის იდეა, რომ გახსნილიყო ქართული ჩუქურთმის, ქართული ასე ვთქვათ, ხელგარჯილობის ესეთი პროფესიული დარგი გახსნილიყო და მე მიმყავს ხის მხატვრული დამუშავება. მე სამხატვრო აკადემიაში ვასწავლე სტუდენტებს და აქ ძალიან ბევრ ამის ვღებულობ ჩემი ბავშვებისგან, თვითონ ჩემგან ძალიან ბევრ ვღებულობ და ნამუშევრებიც ლაპარაკობს თავისას.